მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. სოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბროთ და დავიწყოთ სრუტით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია ბოლო პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, საქმე ეხება ჰორმუზის სრუტეს და იქ ირანმა ყველა შეზღუდვა მოხსნა მხოლოდ ერაყული გემებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიო ენერგომომარაგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან წყალგამყოფზე კონტროლის შერბილების პირველი ნიშანია. საერთოდ კონტროლის შერბილებას კი არა მოხსნას, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ყველაზე აქტიურად ითხოვს. ჰორმუზის სრუტეში წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველდღიურად სხვადასხვა რაღაცებით იმუქრება. მოკლედ ცენტრალური შტაბ-ბინის განცხადებით, კაცრი კონტროლი მომავალში მხოლოდ მტრული ქვეყნების ტრანსპორტზე გავრცელდება. ოფიციალური თეირანი ამ გადაწყვეტილებას ერაყის სუვერენიტეტის პატივისცემით ხსნის და ასევე იმით, რომ ის ებრძოდა ამერიკის შეერთებული შტატების ოკუპაციას. სრუტის ბლოკადა, რომელზეც გლობალური ნავთობის და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების დაახლოებით 20% ხდება გლობალური მასშტაბით, 28 თებერვლის შემდეგ მოხდა, ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ცნობისთვის ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილ ვითარებას განსაკუთრებით მძიმედ აღიქვამს ერაყი და გზნობს საკუთარ თავზე, რადგან დაახლოებით 4,3 მილიონი ბარელი იყო იქ მოპოვება და 1,2 მილიონი ბარელამდე შემცირდა. ეს რა თქმა უნდა განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, რომ ერაყის საბიუჯეტო შემოსავლების უდიდესი ნაწილი სწორედ ნავთობის ექსპორტზე არის დამოკიდებული. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თეირანის მიერ დაწესებული შეღავათები სავარაუდოდ ბაღდადისთვის რაღაც ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს, ცოტა შეარბილებს იმ წნეხს, რომელიც მის ეკონომიკაზე და ბიუჯეტზე არსებობს, თუმცა მაინც ფიქრობენ ანალიტიკოსები, რომ ეს ფლად ყველა პრობლემის მომხსნელი არ იქნება, რა თქმა უნდა. ამჟამად სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მცირედითაა გააქტიურებული, თუმცა მაჩვენებლები ომამდელ პერიოდთან შედარებით 90%-ით მაინც შემცირებული, ანუ პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაინც ჩაკეტილია ჰორმუზის სრუტე, ეს 10% ბევრს არაფერს წყვეტს, შეიძლება ცალკეული ქვეყნების, მაგალითად, როგორც ერაყი ამ შემთხვევაში გარკვეული შემოსავლები მიიღონ, თუმცა მეტნაკლებად მსოფლიოსთვის და გლობალური ვაჭრობისთვის ეს მნიშვნელოვანი გახსნა არ არის, მოკლედ სრუტის და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას ჰორმუზში 53-მა გემმა გაიარა და გადაკვეთა სრუტე, რაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. რაღაც პატარ-პატარა დადებითი იძრები არის, თუმცა ეს ის არ არის, რასაც მაგალითად დონალდ ტრამპი ითხოვს, რომ ირანისგან მიიღოს. დაპირებები საკმაოდ ცდება იმ რეალობას, რომელშიც ახლა მიმყოფებით და ამ კონფლიქტის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში მეორე ძალიან დიდი და სერიოზული კონფლიქტის კერა არსებობს, ცხადია რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობთ, რომელიც რაღაცნაირად თითქოს მიავიწყდა ყველას აღარ არის ფოკუსში, რადგანაც ნავთობმა უბრალოდ წალეკა მთელი ბაზარი, ყველას ფოკუსი ახლა სწორედ ნავთობზეა გადართული, შესაბამისად ჰორმუზის სრუტაზე და ირანზე, მაგრამ ნავთობის ინფრასტრუქტურასთან მიმართებით უკრაინა დგამს ძალიან საინტერესო ნაბიჯებს და იწყებს იერიშის ახალ ძალიან აგრესიულ და თან ეფექტიან ტალღას რუსეთის წინააღმდეგ. მოგხსენებათ, აი ამ კოლოსალურად გაძვირებული ნავთობით ახლა მხოლოდ ერთი ქვეყანა ხეირობს, ეს ქვეყანა არის რუსეთი და უკრაინას ძალიან უნდა, რომ რუსეთმა აი ამ ტალღით დიდად ვერ ისარგებლოს და მას შეუზღუდოს ის საწარმოო შესაძლებლობები, რაც აქვს მას რეალურად ნავთობის მოპოვებისა და დამუშავების მიმართულებით, ამიტომაც უკრაინა ახორციელებს პირდაპირ შეტევებს, დრონებით ხორციელდება ძირითადად ამ ტიპის შეტევები, რამდენიმე ენერგოობიექტი დაიბომბა ბოლო კვირების განმავლობაში. ბოლო ინციდენტი იყო დაკავშირებული პრიმორსკის პორტთან და ასევე ნიჟნი-ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან სხვათა შორის. წარმატებული შეგვიძლია უწოდოთ ოპერაციებს. წარმატებული ოპერაციები იყო ნამდვილად ნიჟნი-ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საერთოდ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქარხანაა, რომელიც საწარმოო სიმძლავრით ძალიან გამორჩეულია და ასობით მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს ყოველწლიურად. ის შეფერხებულია ახლა ფაქტობრივად არც კი მუშაობს, რადგანაც დაიბომბა და დაბომბილი ქარხნის აღდგენას რაღაც 1 და 2 დღე აღშველის გარკვეული პერიოდი ჭირდება და $10 მილიონი ინვესტიციაც სჭირდება მის აღდგენას და ასევე არის პორტი შეფერხებული და ეს ერთ-ერთი იმპორტთაგანია, რომელსაც რუსეთი იყენებდა სხვათა შორის ჩრდილოვანი ფლოტის მომარაგებისათვის, ეგეც სტრატეგიულად იქნა შერჩეული და აქვე უკრაინა ძალიან გასაგებად და პირდაპირ ამბობს, რომ ეს არ არის დასასრული, შეტევები გაგრძელდება. ახალი კადრები იყო სავარაუდოდ, რომელიც შეტევები გაგრძელდება და ამ შეტევების პროცესს პრინციპში რუსეთი წინ დიდად
ვერ აღუდგება, რადგანაც ეჭვები ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი მარშრუტებით, დრონების მეშვეობით, დრონებისგან დაიცვა სამხედრო ტექნიკა ეგეც კი რთული არა თუ ძალიან უშლის ხელს გიორგი სტარლინკის სტარლინგი განსაკუთრებით უშლის. და თან აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეიძლება ერთი და ორი დრონი მოიგერიო, მაგრამ როდესაც სვორმერის ტექნოლოგიის დრონებზე გვაქვს საუბარი, ანუ იმ უკრაინული სტარტაპის დრონებზე, რომელთაც ასობით დრონს ერთად შეუძლიათ ფრენა ერთი ოპერატორის დახმარებით, მისი მოგერიება აბსოლუტურად წარმოუდგენელია ასეთ პირობებში და ამ ზომის ენერგეტიკული ობიექტის დაცვა, რომელიც ლამის კილომეტრობით ზომისაა, იქ ვერც თავდაცვის სისტემას ვერ დააყენებ, რანაირად უნდა დაიცვა საერთოდ გაუგებარია, ერთადერთი ის გადაგჩენია ელოდო, როდის მოვა დრონი და როდის აგაფეთქებს მარტივად, რომ ვთქვათ, მოკლედ ეს ყველაფერი შეიძლება ერთი მხრივ კარგი იყოს რუსეთის დასუსტება მისი საბიუჯეტო შემოსავლების, ასე ვთქვათ, შეზღუდვა და ზოგადად კუთხეში მიმწყდება კრემლისა, თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაზარზე ისედაც შეზღუდულია ნავთობის მიწოდება და ამ პერიოდში, როდესაც რუსეთსაც კი ეზღუდება წარმოება და ბაზარზე გამოტანა ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის იმ რისკებს და შიშებს, რომ შეიძლება მართლაც სოფლიო აღმოჩნდეს სანავთობო დეფიციტის წინაშე და დეფიციტმა უნებლიეთ შეიძლება გამოიწვიოს უკვე ეკონომიკური რეცესიას, რადგანაც ნავთობზე ვიცით, რომ ლამის მთელი ეკონომიკა არის დამოკიდებული, მოკლედ საკმაოდ რთულ მოვლენებთან გვაქვს საქმე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვახსენო, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ დღეს უბრალოდ მეტი headline-ი ეთმობა ახლო აღმოსავლეთის ირანს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. კი ბატონო და ისრაელს. ხო, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ვახსენოთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც შედგა თურქეთში, სტამბოლში იყო ზელენსკი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი შეხვდა. რის შემდეგაც თურქეთთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალი ეტაპი დაანონსდა. მხარებმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ახალი ნაბიჯების შესახებ, მოკლედ ასე არის შეფასებული შეთანხმება, რომელთა დეტალებზეც მუშაობა სამუშაო ჯგუფები უახლოეს პერიოდში დაასრულებენ და შემდეგ ალბათ ის ნაწილი, რომელიც არ იქნება საიდუმლოა შეთანხმებისა, გასაჯაროვდება. ზელენსკის განცხადებით, კიევი მზად არის თურქულ მხარეს საკუთარი გამოცდილება, ტექნოლოგიები და ცოდნა გაუზიაროს, აი დრონები რო ვახსენეთ, აქ კოლოსალურად დიდი გამოცდილება ამ უკრაინულ მხარეს დაგროვებული. უკრაინას და თურქეთსაც თავის რო ბაირაქტარი მათია. თავდასხმითი ოპერაციები ერთი და მეორე თავდაცვითი ოპერაციები, რომელიც ორივე ამ შემთხვევაში უკრაინას ჭირდება, შესაბამისად აქ ცოდნაზე, ტექნოლოგიაზე და გამოცდილებაზე საუბარი არის, რომ საკმაოდ დიდი და კოლოსალურია. ასევე ზელენსკიმ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაუზიარონ ეს ცოდნა ქვეყანას, თურქეთს ამ შემთხვევაში, რაც 4 წლიანი ომის მიმდინარეობის დროს დაგროვდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ბოლო პერიოდში მსგავსი ხელშეკრულებები საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და კატართან გააფორმა, რითაც ახლო აღმოსავლეთის თავდაცვის სექტორში საკუთარი გავლენები გააძლიერა, შეგვიძლია ვთქვა და გარკვეული ფინანსური ან სხვა კუთხით ხარდაჭერის მიმართულებითაც პოლიტიკური იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო, რა თქმა უნდა, უკრაინისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი პარტნიორობების გაფორმება იგივე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ასევე ზელენსკი უკრაინა ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ტოპ სამხედრო კონსულტანტ სახელმწიფოდ, თუ გინდა რაღაც დრონების წინააღმდეგ ბრძოლა შეგეძლოს, უკრაინას უნდა ხო, თან ირანულ დრონებთან მაგალითად. ხო, ირანულ დრონებთან ყველაზე მეტი გამოცდილება შაჰედის დრონები მათზე მეტი არავის არ ჩამოუგდია. ვის უნდა კითხო ახლა? უკრაინას უნდა კითხო პირველ რიგში. ზელენსკი ერდოღანის შორის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა იყო, როგორც ცნობილია, გას უყირა სტამბოლის სრუტესთან რუსეთიდან მომავალ ნავთობ ტანკერზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას თურქეთის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოყვა, აი რაც შენახსენე ენერგო მიმართულებით გაერთია ენერგოობიექტების დაბომბვა და მათი წყობრიდან გამოყვანა იგივე პორტების ან ავტოტერმინალების და ავტოგადამამუშავებელი საწარმოების და მეორე ეს თქო ტანკერების დაბომბვა, რომელიც მით უმეტეს სრუტესთან იყო, შესაბამისად თურქეთმა ამაზე საკმაოდ მკაცრი ტონით უპასუხა, საკმაოდ კრიტიკული იყო თურქული მხარე. პრეზიდენტმა ასევე განიხილეს გაზის ინფრასტრუქტურის ერთობლივი პროექტები და საბადოების ათვისების საშუალებებით. ამასთან ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მზადყოფნა, რომ უშუამავლოს უკრაინას და რუსეთს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში, ხო, თურქეთი გამოდის ხოლმე ამ წლების განმავლობაში. სურს რომ შუამავლის როლი მოერგოს, ანკარაში იყო რაუნდები მოლაპარაკებების შესაბამისად ერდოღანი ცდილობს, რომ რაღაცნაირად ეს ორი მხარე
თურქეთის ტერიტორიაზე შეახვედროს და მოლაპარაკებებში თავისი წყვილი შეიტანოს. ჯერჯერობით მშვიდობისკენ ახლა დიდი ნაბიჯები ერდოღანს არსებითად არ გადადგმულა ნამდვილად, მაგრამ მოლაპარაკების პროცესი მნიშვნელოვანია და ამ პროცესში ასევე არის ჩართული და ინვესტირებული ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ბოლო პერიოდში რაღაც ალბათ არც ახსოვდა რუსეთ-უკრაინის ომი, უწრფელები თუ ვიქნებით, იმდენად დიდი ამოცანაოდებს ალბათ. ხო, უბრალოდ ახლა უკვე ვიცით, რომ მიმდინარე თვეს ალბათ უფრო თვის შუა რიცხვებში ამ ბოლოსკენ, როდესაც რაღაც მაინც გაერკვევა ირანთან. მას შემდეგ უკვე უკრაინაში, კერძოდ კიევში ჩავლენ სტივ უიტკოფი, ანუ სპეციალური წარმომადგენელი ამერიკის პრეზიდენტისა და ჯარედ კუშნერი, მისი სიძე, რომლებიც არიან მთავარი მოლაპარაკებლები პრინციპში უკრაინასა და რუსეთს შორის და ამ ადამიანების ვიზიტის მიზანი რა უნდა იყოს, სხვა თუ არა, მშვიდობაზე მოლაპარაკება და კიდევ ერთი რამ მინერალების შეთანხმება. აი, ის მინერალების შეთანხმება დიდი სამბით რომ გაფორმდა ტრამპის წელი გავიდა. კი, ერთი წელი გავიდა, არც იმ შეთანხმების გზაკვალი ჩანს რეალურად, არც ის გამოჩენილა ამ შეთანხმებამ რა შედეგები გამოიღო, არც კონკრეტული ინვესტიციები განხორციელებულა და თუ გახსოვს, ერთობლივი საინვესტიციო ფონდი რომ უნდა შექმნილიყო უკრაინისათვის, ეგეც არ ჩანს. რაღაცნაირად თითქოს ეგ შეთანხმება დარჩა, არ ვიცი, მეილში გაგზავნილ რაღაც დაპირებად, რომელსაც შემდეგ აი follow-up-ი აღარ მოყვება ხოლმე, ისე რომ გააგზავნიან მეილს, აი ეგეთ რაღაცად იქცა, მაგრამ როგორც ჩანს ამერიკას ამისი მოკითხვა სურს და ამავდროულად სურს მშვიდობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ისევ გაცოცხლება. საკმაო პერიოდი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლო რაუნდები ჩავარდა, ამის შემდეგ არსებითად შეიცვალა გეოპოლიტიკური მოცემულობა, ზოგადად პლანეტაზე ამის ყველაფერი შეიცვალა, ამიტომაც უკვე სხვა პოზიციიდან შეუძლებთ ხარებს საუბარი, სხვათა შორის უკრაინასაც უკვე ის გლაკოზირებიც აქვს, რაც აქამდე შეიძლება არ ქონოდა, გვახსოვს ეს ცნობილი გამოთქვა ტრამპის მხრიდან, რომ კარტი ხელში არ გიჩირავსო, შეიძლება ახლა უკვე უკრაინას ეჭიროს კიდეც და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც იმ დროს დაისვა, ეს იყო ლეგიტიმურობის საკითხი, რაზედაც უკრაინა ვიცით, რომ მზად არის უკრაინის ხელისუფლება, რომ ჩატარდეს რეფერენდუმიც, არჩევნებიც და მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედიღვალი და ხელისუფლება. რაღაცა თითქოს ბოლოში იყო გასული, რომ უკრაინა ემზადებოდა, ითხოვდა ამერიკის შეერთებული შტატებისგან რაღაც უსაფრთხოების გარანტიებს და ამერიკის შეერთებული შტატებიც თითქოს და მზად იყო. მიეცა, მაგრამ 28 თებერვალს დაიწყო. კი, მას შემდეგ უკვე აღარ გვახსოვს საკრაფო. ამიტომ ეხლა ამერიკის შეერთებული შტატებს რაღაც გარანტიების მიცემა და მოკლედ იმ ფლანგზე აქტიურობა ამ ნაწილში ჯერჯერობით ძალიან რთულია, კი. არ უღირს. თან ერთი არის რომ გარანტიების მიცემა და მეორე არის ის არგუმენტი, რომ შეიძლება რუსეთმა უბრალოდ თქვას, რომ როგორ ვენდო ამერიკას, რომელმაც ირანთან დაიწყო ომი, მაშინ, როდესაც ისინი იყვნენ იდეაში მოლაპარაკების პროცესში, ვიცით, რომ ირანი მართლა მოლაპარაკების პროცესში იყო და ის თავდასხმა, საჰაერო თავდასხმა, რა დროსაც აიათოლა შეეწირა ამ თავდასხმას, სწორედ მოლაპარაკებების სტრატეგიის ნაწილი იყო, ამიტომაც აქაც რუსეთის არგუმენტი ამ მხრივ შეიძლება რაღაცა ლოგიკასთან ახლოს იყოს. მოლაპარაკებებს ხო, რა თქმა უნდა, არ უჩანდა ირანთან მოლაპარაკება ზოგადად სათაურშივე სასაცილოა ჩემი შეფასებით, მაგრამ ეგ სხვა ამბავია, რომ რუსეთი ამას თავის სათავისოდ გამოიყენებს, აუცილებლად იტყვიან, რომ ეს რაღაც არასწორი თამაშის წესებია და საერთაშორისო სამართალი ხომ მათ მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც თვითონ არიან არა ძალადობრივ მხარეს. წაკითხულია და იტყვიან ამაში. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი.